სალამი მეგობრებო. ძველ მორაგბე ჯენტლმენებს ვთქვამთ, რომ პრეზიდენტის სტუმრობაო არ გეგონოს ხუმრობაო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემის ყველა სტუმარი ასე თუ ისე თავის სფეროში პრეზიდენტია, დღეს განსაკუთრებული პრეზიდენტი ყავს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბატონი სოსო ტყემალაძე. მადლობა ბატონო სოსო. მადლობა. ჩვენთვის რომ მოიცალეთ და მოხვედით. მე მგონი საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ რაღაცეები მოხდა. ემორიგი ვიზიტი იყო ინგლისში რამდენადაც ვიცი, პატარა ისე ის რომ გავაკეთოთ ჰაილაითებივით, იაპონია მიიღეს ტიერ 1-ში და ამასაც შევეხებით და რიგს სხვა საკითხებს, თუმცა მანამდე მინდა რომ მაინც ცოტა გაცნობითი კითხვით დავიწყოთ. თქვენი შეხება რაგბისთან და შეხებამდე აი თქვენი ბიოგრაფია დაუშვათ რომ არა მორაგბე, უბრალოდ მორაგბე საზოგადოებამ, რომელიც იცნობს უფრო მორაგბეებს და თქვენ უფრო გვიან გამოჩით ამ ასპარეზზე, რომ გაგიცნოთ საიდან მოხვედით ამ სფეროში. კეთილი, მოგესალმებით, დიდი მადლობა. გილოცავთ იმას, რომ სტუდიამ ნელ-ნელა თავის სიჩქარის აღება დაიწყო, რასაც ჩვენც ვეხმარებით და ყველამ ერთიანად უნდა შევძლოთ, რომ ეს სტუდია იყოს ის პლატფორმა, რომელზედაც ვოცნებობთ, რომ ყველა კლუბები, ყველა მსაჯები იქნება ეს თუ კავშირის თანამშრომლები, ამით საუბრობდეთ. იმიტომ რომ დღესაც გქონდა შეხვედრა დიდი 1000 მორაგბეებთან, 300-400 მორაგბე იყო ერთდროულად და რთულია, თქვათ, ყველა მიმდინარე პროცესები შეაჯამო ერთ წელიწადში და ესე მოკლედ მათ გადასცე და მე მათაც მოუწოდებდით, რომ ყველა მორაგბე მოყუროს რაგბი ტივის, შემდეგ თავიანთ ახლობლებსაც აყურებინო, თუ უნდა თამაშის წესების გაგება, ისტორიის და იმის გაგება მათ შორის, თუ ვინა ვარ მე და რატო ვარ და როგორ მოვედი. თუნდაც. და დავიწყოთ რახან თქვით ამ კითხვით. ისტორია ძალიან მარტივია, 92-ში სხვა ნაწილი წერტილი თვალი რო გავახილეთ 16 წელს იყავი, რაგბის მეტი არაფერი არ იყო. იმიტომ რომ სამწუხაროდ ძიმე დროები იყო და მორაგბეები შეუპოვრად მაინც ამ სიბნელეში დადიოდნენ ყოველგვარი პირობების გარეშე და დღეს მე შეხვედრაზეც გავაჟღერე, რომ ზოგი ხრეშ ნატრულობდა, იმიტომ რომ კლდე არ ყოფილიყო. და დღეს ის რაც ინფრასტრუქტურა გვაქვს და ქართოს მიერ ნაჩუქარი, ისედაც კიდევ ერთხელ მადლობა, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ამას და როგორი გულის ტკივილია, როცა ხრეშ ნატრულობდით და მწვანე ბალახებიანი ჩავიბარეთ და სადღაც ყვითელია და სადღაც რაღაც პრობლემებია. ეს ძიმე დრო იყო რაგბი რაღაცნაირად თითქოს რაღაც თავისუფლებისკენ მიმავალი მოძრაობა იყო. რაღაცა სადაც პოულობდი შენ რაღაცნაირად შინაგან გართობას, ბრძოლას, იმიტომ რომ თოფის როლა მე არ მინდოდა 90-იანებში და რაღაცა რომელიც იმ განწყობასთან ახლდა, როგორც ეს თქვა, საომარ განწყობას არაგბო თამაში იყო. სამწუხაროდ მე თვითონ არ მითამაშია, ჩემი მამიდაშვილი გამგეობის წევრი აკაკი დავითვლიანი. ის ბავშვობიდანვე ჩართული იყო და მე მასთან ერთად მეც უდავდიო და ყველა ბიჭები თუ კი ვინმე იმ თაობის არის, ყველა მიცნობს, ყველას კარგად ვიცნობ. და ერთიანად ვანვითარებდით კლუბ ლელოს. კაპიკებს ვითვლიდით. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბათო ბიძიას, ბათო კევლიშვილის ღვაწლი იმაში, რომ მოგნუსხას უყველა მისი აი ამ თავდადებით იცით, რომ ამ კაც ბევრი ტრაგედია აქვს ცხოვრებაში გადატანილი და მაგალითი იყოს და არის და იქნება დიდხანს თუ იმის როგორ უნდა ებრძოლოთ კივილებს, რომ უნდა გაამრავლოს სიკეთი და აი ამას ასწავლიდა ბათო ბიძია და ჩვენ ეს გვესმოდა და მათ შორის ასწავლიდა იმას, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ სიბნელეს, რომელიც 90-იანებში დამყარდა. როგორ უნდა მოუგოთ იმათ, ვისაც ჩვენზე ბევრი ფული აქვს, იმიტომ რომ ფული საერთოდ არ ქონდა. და ამ ყველაფერმა ერთიანად, რა თქმა უნდა, სხვა კლუბებშიც იგივე ხდებოდა, ყველაზე ზოგადად მეტი, ზოგადად ნაკლები დონით, მე უბრალოდ მოვდივარ იმ ეს თქვათ, მოცემულობით დიდაც მოვდივარ, კლუბი ლელოს ირგვლივ, ვიცით რომ მედალევანი მე იქვე დავმეგობრდით, ვიცი ალბათ 15-17 წლის ვიყავით. შემდეგ მე მისი მეჯვარე ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბავშვი ნათლია და ასე შემდეგ. და
მაშინაც ისეთივე გამოწვევა იყო, შეიძლება დიდ ფულს არ ვაძლევდით ის რაც დღეს ხდება ქართულ რაფში და რაც მე ქართულს კონტრიბუცია იყო, მაგრამ იმ მომენტისთვის 4-5 ჯერ საქართველოს ჩემპიონები გავხდით და მოსავალი წერტილი არ იყო ჩემპიონობა, უკვე იყო ის რომ ლელო კლუბი როგორც ეგეთი იმ ფინანსური პრობლემებით რაც იყო, ის შევძელით რომ მდგრადი ყოფილიყო, პრობლემები დღესაც არის, ხვალაც იქნება და კლუბმა ისწავლა ამ პრობლემების გადალახვა და პრინციპში ხა ის შედეგი რომ ეროვნულ ნაკრებსაც ამ დოზით ამარაგებს კლუბის კარგი ორგანიზების შედეგია და ზუსტად ამ გამოცდილებით მოვედი და ვთქვი რომ ამას შევეცდები რომ ყველა კლუბში გაკეთდეს რომ ჩვენი შინაარსი ამოცანა რაშია რომ იყოს ეროვნული ნაკრები რომელიც დაკომპლექტებული იქნება პირობითად 15 მოთამაშე 15 სხვადასხვა რეგიონი და სვანეთი გურია ისა ეხლა რატო მე იმერელი ვარ მე ჩემებურად მატავ სვანი რაღაცნაირად სვანურად ხდება ნუ კახელი პირდაპირ მიდის თქვათ არ ვიცი გურული რო გაფიცხდება მაშინ მიდის და ის ჩვენი ერთ გუნდში მრავალფეროვნება ეს თქვათ რეგიონალური იმიტომ რომ ჩვენ ხო ამ მრავალფეროვანი სამზარეულობა ღვინო გვაქვს ფოლკლორი გვაქვს და ასე შემდეგ იქაც ქცევის წესი გვაქვს და ეხლა მოწინააღმდეგისთვის რომელიც 15 კაცი ეთამაშება 15 კიდე სხვანაირად რაღაცებს აკეთებს ხასიათიდან გამომდინარე იმიტომ რომ ამის დათვლა შეუძლებელია ხო და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატების გასაღები. ამიტომ მარტო ლელო არ უნდა იყოს, ვინც მოაწვიდა ამ ხელა რაოდენობას ნაკრებს, არამედ ყველა კლუბები. ეს წინას არჩევნებსაც თქვი და ყოველდღიურად ვახორციელებ და დღეს მე მგონი პირველად მოხდა. არ ვიცი, სარაგბო ისტორიაში რომ ყველა დიდი 10 მოთამაშე იკრიბა ერთიანად გავაკეთეთ 1 საათ ნახევარი პრეზენტაცია. თუ რა გაკეთდა რა რეფორმები რატო როგორ მე ყველა შევხვდი და მაკლია ქალთან აქვს მეტი კომუნიკაცია და ეხა ბავშვებში მეტად ჩავდივარ. იმიტომ რომ ვცდილობ რომ პრიორიტეტებს გავყვე, იყო ნაკრები, იყო პრობლემები, იყო კავშირი და მოვდივარ თქვევით, კავშირის სტრუქტურა, მორჩა, უნდა დაკომპლექტდეს, ყავს უკვე თანამშრომლები. კლუბებამდე დღეს გაუზიარებ, ფიქრობ რომ ჩემი მხრიდან სრული კმაყოფილება იყო, მათ ასევე ვთხოვე რომ ჩაერთონ ისეთ პროცესებში, როგორიც არის, თქვათ, ბილეთების გაყიდვა. შევსება, იმიტომ რომ იმ ტურნირებში სადაც შევდივართ, ჩვენ უცებად სავსე მონდები გვჭირდება, მაგრამ მეორე ეს ეკონომიკა მოვა მეტი ფულს მიიღებენ ისინი. და როდესაც თქვათ, ჩემს მოსვლაზე და პრეზიდენცია საუბარი, მე ვარ მათი მომსახურე დირექტორი, ესე ვთქვათ. და დღეს ზუსტად მაგას ვეუბნებოდი, რომ კლუბების არის კავშირი და ბიჭები წარმოადგენენ კლუბების განუყოფელ ნაწილს, ისევე როგორც სამწვრთნელო ჯგუფი და მენეჯმენტი. და ამ ყველას უნდა კონდეს გაცდა რომ ეს კლუბი მათია, ამ კლუბისთვის იბრძვიან დიდი რაგბისთვის, ქვეყნისთვის და ის რომ ეს ამოცანები უნდა დავთვალოთ, რომ ბოდიში, ესე იგი თუ თქვათ ლელოს აქვს 1 მილიონი და სხვასაც მილიონი აქვს და ლელოს დის 50% ნაკრებისა და სხვა ვერს დით, ეს გასაგებია ხო პრობლემი სადაც გვაქვს. ეს ანიშნავს ვიღაცა უნდა გავაგდოთ ან გავლახოთ, უნდა მივეხმაროთ კონსულტაცია, უნდა ვიცი რა პრობლემებია. შეიძლება სტანდარტი დავსახოთ მაგალითად. არა, ზუსტად ესეა. ამისთვის დღეს გავაცანით ზუსტად რომ რაგბის განვითარების ხელმძღვანელი რამა ჩანდი, ვინც ჩამოვიყენეთ, თითქმის 1 წელზე მეტი გაიწერა შერჩევის პროცესში, მე ვამშვიდებდი ბიჭებს და ვეუბნებოდი რომ არაუშავს, ჯობია გაიწევოს და ვნახოთ ის ვინც გვინდა. იმიტომ რომ რთულია ამის არჩევა ჩვენი ხასიათი გვაქვს და ჭაჭა დავლიოძე პახმელიაზე ვიყოთ მე ცოტა გავბრაზდით ასე შემდეგ მე რაც გავიცანი ეგ ბიჭი არც ჭაჭაზე უარზე და არც პახმელიაზე როგორც ვთქვათ აი ჭაჭა და პახმელი და იმით რომ მუშაობა შეუძლია და ის დღეს პრინციპში კლუბებს კითხე რომ აბა თქვენი გამოთ ყველამ თქვენს რომ ძალიან საინტერესო პროცესებში ჩავებით და სამწუხაროა ისიც რომ ესეთი ინტენსივების კომუნიკაცია კლუბებთან მანამდე არ ყოფილა ალბათ ძიმედროები იყო, თქვათ, ფინანსური პრობლემა შემდგომში. მაგრამ ისევ ჩემი ისტორიას დაუბრუნდები, ამ ისტორიით რა. ამ შუაში ჩემპიონატს რაც შეეხება თითქმის 18 წლის ასაკიდან მე მუშაობ საკუთარ თავზე, არავის არ მიმუშავე, არა იმიტომ არ მიმუშავეა, რომ მაინდა-მაინც არავის ჭირდებოდა 18 წლის მე რომ საკუთარი ბიზნესი შემისქნა და თითქმის 21 წელი ინტენსიურად საკმაოდ დიდ აი როგორც ბიზნესმენისთვის ეს სფერო საინტერესოა თქვენთვის? ეს ხო თავის ტკივილია იდეაში. ნუ თავის ტკივილი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ბიზნესსაა დაკავებული, ჩართულია თავის ბიზნესში, იქ თავისი საზრუნავი აქვს და უნდა წავიდეს სფეროში, რომელშიც ჯერ ერთი არეულობაა, თუ თქვენ მოსვლის პერიოდს გავიხსენებთ. მერე უამრავი პრობლემაა, მათ შორის ფინანსური. და მერე არის მუდმივი პერმანენტული სამუშაო. პირველი და უნიშნულოვანესი არის მშვიდობა და მდგრადობა. ბიზნესი არის რა ჩავრგეთ ხორბალი, უნდა ველოდო მოსავალს, ხო? შუაში ჭექაქოხილები და ასე შემდეგ, ყველაფერი საშროება. ამიტომ ის უნდა გამოვრიცხოთ და ამის განმეორება
მე პირადად ვხვდი კიდევ ერთხელ მოსახლეობასაც ბოდიშ და სარაგბო ოჯახსაც რომ თუ მე მანამდე შემეძლო რამის გაკეთება ეს ხმაური არ ყოფილიყო და ვერ შევძელი მე ამისთვის ბოდიში და დანარჩენებმა თვითონ გადაწყვიტონ მაგრამ პრინციპში კარგად ვარ სიმშვიდეა დღესაც ახლა ყველა ერთობა რომ გუშინ წინ ერთმანეთში ითამაშეს თქვა ბათუმა წააგო და იქ ერთმანეთში შეიძლება იდიც გილავეს კიდევაც და დღეს ჩახუტებული ერთად ზეიმობდნენ ეს არის ჯამში რაგბი რაც შეეხება კომერციულად მე დავიწყებდი ყველაზე მნიშვნელოვანით და შემდეგ არამნიშვნელოვანი არის ფული და ახლა დავიწყებდი ყველაზე მნიშვნელოვანით მნიშვნელოვანი რა არის როდესაც აკეთებ ბიზნესს შენ ცდილობ რომ შენი გონებრივი შესაძლებლობები მუდმივად განავითარო და რაღაც გამოწვევებს ებრძოლო და ისეთი ცვლადებით შემდგარი გამოწვევა როგორიც რაგბია ბევრი სპორტი არ არის და პირველ რიგში ბიზნესმენებს თავიანთი მოგების პირობითად 5%-ის ხარჯვა იმაში, რომ საკუთარ თავს დაუყენონ ამოცანები კლუბის სახით, რომ აი როგორ მოვიგებ თუ არა საქართველოს ჩემპიონს, დავითვლი თუ არა სხვა 10 მოწინააღმდეგე, როგორ ითვლის, რა ფული აქვს, როგორ აქვს მარკეტინგი, ისა კაი მწუთნელს ავიყვან, არა ვიყვან, მენეჯერს წავიყვან, ბიჭებს თაში ვალოცინებ ის და მოვიგებ. აბა მიდი მოიგო. რომ თავის თავს დაუმტკიცონ, როგორები არიან და მე მაგათად პირველი ჩემპიონატი რომ მოვიგეთ საქართველოსი მახსოვს პარალელურ რეჟიმში ჩემი ბიზნესები გაათმაკდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ჩემმა გონებამ თუ ინტელექტომ მომცა მის შესაძლებლობა დამეთვალა მოწინააღმდეგე გუნდების ქმედებები, ჩემ გუნდთან ერთად, ხო, ვისთანაც მუშაობდი, მე წუთნელი არ ვიყავი, მაგრამ ამ დისკუსიებში და ეს ანვითარებს ბიზნესმენს. ანვითარებს. რაც შეეხება მურაგბეებს კიდე მათ ჭირდებათ ბიზნესმენი, იმიტომ რომ ბიზნესმენმა იცის ის თამაშის წესები, რომელიც ესე ვთქვათ, სწრაფად გეგმავს. იცის ვადები, ბიზნესი ორიენტირებულია სწრაფად შედეგის მიღებაზე, ხო? რა არის, ხო, ბიზნესი ჩავდე ფული, მალე მოვიგო. აი, აქაც რომ სწრაფად ჩავდო იქნებ რაფში და სწრაფად მოვიგო. აქ ურჩევდი რომ უფრო გზელვადიანად შეხედონ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი მოგება არის, ისევ ჩვენი შვილები იყოს ჯანმრთელი, თუმცა მოკლევადიანში თუ აქვს ეგეთი ამბიცია, კი ბატონო. აი, ახლა მოვიდნენ ხალხი, კარგი ხალხია, თქვენს ზუგდიდში უნდათ რომ რაგს მიხედონ, ბავშვები და აი, რო ვთქვათ, უმაღლეს ლიგაში შევიდეთო, კი ბატონო, მეთქი. ალბათ 1-2 მილიონის დახარჯვა მოგიწევთ, რომ თქვათ მოთამაშეები იყიდოთ, ზოგი იქ მემოძებნოთ ზუგდიდში და თუ თქვენ გინდათ აქ მონაწილეობა, ჩვენ ვხედავთ, რომ მარკეტინგულად თუ ზუგდიდი იქნება უმაღლეს ლიგაში, ჩვენ ამ ხარჯებს თქვათ დავფარავთ და გვიღირს ჩვენი კომპანიისთვის და კი ბატონო მეთქი. ოღონდ აბა დაგეგმეთ და თქვათ გადი ჯერ და პირველ ლიგაში მოიგეთ და მე მეორეში და კიო რაღაც კონსულტაციები გავიარეთო და შეიძლება ფრანგი წუთნელი დროებით ჩამოვიყონოთ. კი ბატონო მეთქი. ესე იგი რაღაცას უნდა ველოდოთ ზუგდიდი. იქ პირველი ვიტყოდი ბიზნესის მნიშვნელოვანია რომ აი ამ ესე ვთქვათ აზროვნება კონდეს სტრატეგიული, იმიტომ რომ 15 კაცია 15 ცვლადია, უკაცრავად ეს 15 ნაყინი არ არის რომ გამოუშვიდო უნდა გაყიდო. ისინი ცოცხალი ინდივიდები არიან, იქიდანაც ინდივიდები ცოცხლები გებრძენ, იმათ თავის სამწუთნელო შტაბი აქვს, თავის სტრატეგიები აქვს, თავის იმიტომ რომ ფინანსებიც რა თქმა უნდა ბევრს ჭყვიდავს. მაგრამ არა ყველა შემთხვევაში, თორე ჩვენ ბევრი შემთხვევა ვნახეთ უელსი საქართველოს ჩათვლით, სადაც ჩვენი ბიუჯეტი 10-15 მილიონია და იმათი 170 და ვთქვათ ძალთა თანაბარდობაც 140,000 მორაგბე იმათია 7-8,000 ჩვენი. და ამიტომ ფული ყოველთვის არ წყვიტავს და ზუსტად ის ბიზნესმენები კი სწავლიან, რომ ბიზნესში ყოველთვის ფული არ წყვიტავს. მე მაგალითად არასოდეს, იმიტომ რომ მე არ მქონია რაიმე დანატოვარი იმ ხელა რომ ფულით გადამეწყვიტა საკითხები და მივეჩვიე 17-18 წლიდან მე თვითონ შეუნას. და მივეჩვი ამას ისე რომ ფული არ მქონდა და მივხვდი რომ სხვა სიძლიერები რაც მქონდა ის ფულზე მეტი იყო და ფულის მოზიდვა აღმოჩნდა ყველაზე ბოლო თავარი არის მოიფიქრო რა უნდა გააკეთო როგორ შეეჭიდო როგორ დაგეგმო ეს მე ადამიანებს ეს თქვათ დაუმტკიცო აჩვენო მე პატარა რაღაცა ცდები გააკეთო მე დიჩი მოყვებიან და მე მოდის ფული და ქართულ რაგბს შეუძლია თვითონ შოვნა ქართულ რაგბი ახალი გამოწვევის წინაშე დადგება, მალე რომ იმაზე მეტი ფული ექნება, ვიდრე მას ჭირდება. კი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს ჩვენი გენეტიკური ყიჟინი, ლელოსი და აი ამ კავკასიონის რაღაც ძვალკუნთოვანი სისტემის იმაზე ადვილად იხსნება, უფრო ადრე იხსნება და წარმოაჩენს შედეგებს, ვიდრე ჩვენ კიდე წარმოგვედგინა, უკაცრავად და როდესაც უელსთან გავიმორჯვეთ, მე ვიცოდი ზუსტად ეს სამყარო საით შეიცვალა. და უკვე არა რაგბის მიმართ ქართული, არამედ ქვეყნის მიმართ. და დღეს ისეთი ყურადღებებია მსოფლიოს ყველა დონის ლიდერებიდან ამ გამარჯვებაზე, რომ ეხლა წარმოვიდგინოთ ალოგიკურია, ხო, რომ შენ ბავშვს კონდეს
ველოსიპედი, მოტოციკლეტი, ყველაფერი და ჩემ ბავშვი ერთი პატარა ველოსიპედი და ყველგან გაასწროს. ხო, ესე იგი რაღაც ფენომენალური რაღაც ხდება. ეს ნიშნავს, რომ ალბათ კიდევ სხვა სექტორებშიც, თქვა, ქვეყანა ესეთი განვითარებულია, თორე ეს ვერ მოხდებოდა, ესე ამოვარდილი არ შეიძლება იყოს. პრინციპში ნამდვილად გაასწრო რაგმა ბევრ რამეს. ამაში დაუბრუნდები და კიდე აღნიშნავ ბატონ ივანიშვილის ღვალს, რომ ზუსტად დაინახა ის მომენტი, რომ რას შეიძლებოდა ამას მოეტანა და რამხელა დახმარება შეიძლება ყოფილიყო არა მარტო რაგბისთვის, არამედ ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა დონის რამოდენიმე მსოფლიო დონის ნიდერლებთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე და აღნიშნავენ, რომ უელსმა საერთოდ შეცვალა საინვესტიციო კლიმატზეც დამოკიდებულება. ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ თქვათ challenge cup-ი, სადაც დღეს ხვალ უნდა კარი გაგვიხსნან და ველოდები, რომ შემიძლია თქვენი ეთერით ეს თქვა ამ თვის განმავლობაში მოლოდინია, რომ ჩვენ 23 სეზონიდან უკვე ჩავერთვები და 10-12 თამაში გაიმართება challenge cup-ის 23 წელსარი. დიახ, წელსარი 23-24-ის სეზონია, მათ შეუმთავაზეს მე 24 და ჩვენი თხოვნა იყო და მუშაობთ იმაზე, რომ ეს იყოს 23 წლიდან. ბოდიში შავი ლომზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა. როგორ რა პრინციპით ჩაერთვება შავი ლომი, როგორც აი სუპერთასის გამარჯვებული თუ უბრალოდ კვოტა როგორც საქართველოს წარმომადგენელი. ამაზე თვითონ IPCR-ის ხელმძღვანელობა, ეს რამოდენიმე ქვეყანაა წარმოდგენილი და უბრალოდ challenge cup-ის, სადაც IPCR-ის ხელმძღვანელობაც იმ ბორდშია და ისინი იმიჯელებენ, როგორ ჩვენ უთხარით, ჩვენ კარი გაგვიყიდეთ, გნებავთ ესე შევალთ, გნებათ ისე შევალთ. და ის რომ თუ იქ შევალთ ჩვენ იმ ფრანჩიზას რომელიც სუპერკაფში ყო იმასაც შევინარჩუნებთ და ახალ მოდელს შევთავაზებთ დღეს კლუბებთან გავდიოდი კონსულტაციას რომ ეს შეიძლება იყოს ჩემპიონი გუნდის სახელით ეს შეიძლება იყოს მთლიანი დიდი ათის მოთამაშეების კრებული და ვთქვათ ჩემპიონ გუნდს რაღაც პრიორიტეტი მიეცეს კვოტაში რომ 20-დან 10 მოთამაშე ან ვთქვათ ის საწუთნელო ჯგუფი რომ მათაც შეეძლოთ ეს ვთქვათ გვანახონ თავის შესაძლებლობები და ამაზე ვსჯელობთ მაგრამ თავარი ის არის რომ ჩვენ იმ ტურნირში ჩაბმით 10 თამაში 12 გვექნება უმაღლესი სერიოზული თამაში კი ეხლა პლუს აგვიევროპის თამაშები გვექნება პლუს ტესტები გვექნება და ნუ საერთოდ რაგბით უნდა ვიცხოვროთ ესე იგი დღე-დაღა იმიტომ რომ ნუ გამოდისო თვეში ორი თამაშია რაც მხოლოდ გვახარებს ეს ყველაფერი ერთიან ჯამში ამბობს იმას რომ რაგბი ხდება ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და შესაბამისად ფული ჩდება მე ვარაუდობ რომ დღესაც გავაჭრე მე ვარაუდობ რომ 2-3 წელიწადში თითქმის 30-40%-ზეა რაგბი თავის შემოსავლების ეს იგულისხმება რასაც დღეს ბიუჯეტი აძლევს რომ იმის თანაბართობაში თქვა ეს არის 38 მილიონი მაგრამ იქ ინფრასტრუქტურაა და ასე შემდეგ დაახლოებით 29 მილიონამდე შეება რა აქვს თქვა ეროვნულ ნაკრების კლუბებს და ასე შემდეგ და ჯამურად ვფიქრობ 15-20 მილიონსაც მიწდება ჩვენი შემოსავლები რატომ? იმიტომ რომ უელსთან გამარჯვების შემდეგ და იტალიის დაიწყეს დაკვირვება მაგალითად რამდენი მიმდევარი ყავს ქართულ რაგბს. დაიწყეს დაფიქრება იმაზე რამხელაა მამუკა გორგოძე. და ყველამ კარგად გაიაზრა ირლანდიელი რომელიც ჩამოვიყვანეთ ახლა ლელობურთის სათამაშოდ მამუკას ეუბნებოდა რომ მე როცა გავდიოდი მოედანზე შენს ვიდეოს უყურებდიო და ეს მაძლევდა мотивაციას და ის ვარსკვლავი ეუბნება მამუკას მამუკა თავის თავს გაყურებული ეკითხებოდა სხვა რა ეკითხება და ეს ყველაფერი ჯამურ ინდუსტრიაში რომელსაც მილიარდ 100 მილიონი მაყურებელი იყოს და მილიარდ 100 მილიონი მაყურებელი უკაცრავად რო ნახოს აქ არ ვიცი ნაყინი ტყემალაცი და ყველა იმას შეჭამს ხო ნუ არა 1 მილიონმა რო შეჭამს უკვე ბიზნესი უკვე კარგი უკაცრავად ბიზნეს ამ კომპანიებს თავისი კვლევითი ცენტრები ყავს მარკეტინგული და ამას უნდა კარგად ხედავდნენ და აფასებდნენ და ნელ-ნელა უფრო მეტად, იმიტომ რომ ვერ ერკვეოდა ბიზნესიც ესე ცალსახად, ცოტა სპეციფიური წესები აქვს. ცოტა რაღაცა და უკვე იტალია უელსის ემოციების მერე ძალიან ბევრი გაერკვა. და იმაშიც გაერკვევიან და დათვლიან რომ თუ ის ალბათობა მოხდა რომ ჩვენ 6 იერში შევალთ და ჯერ დაითვალონ challenge cup-ი დაგუგლონ და რა ტურნირია და თქვა რა აყურება აქვს და თუ ჩვენ არ ვიცი ღვინის გატანა გვინდა თხილის ვაშლის კამფეტის თუ უკაცრავად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქართული ბრენდები იყვნენ მაგრამ იქ რომ შევალთ იქ უკვე პირდაპირ თვითონაც იქნება ეს IPCR-ის ამ challenge cup-ის ხელმძღვანელი თვითონაც გთავაზობ რომ მარკეტინგში რომ გვაქვს რომ ჩვენ შოუა და აქ ვინც იღებს მონაწილეობას აი სპონსორები და ელაპარაკეთ თუ ქართველები იქნება კიდე უკეთესი იმიტომ რომ
ნუ რაც ვილაპარაკეთო წლის განმავლობაში ამდენი თამაშები ხას უსვამ რომ ადრე თუ ვამბობდი რომ მოვედით რომ მოვიგებთ ამას იმას ცოტა ისე იყვნენ ნუ ცოტა ზე ემოციური ხო არა ზე ამბიციური არა უკაცრავად ხედავდით ამ პროცესებს ეხაც ვიძახით დიდი სასწაულები გველის წინ და ამისთვის ვემზადებით ნუ წინ თუ ამ წელსვე ვარ ზად ნახოთ ბურთიც როგორ გაგორდება თქვა რა კონდიციაში იქნება ნაკრები ასე შემდეგ მაგრამ ველოდებით და ეს მისნები გვაქვს და ბიზნესმა შეაფასოს ეს ყველაფერი რა ღირს მაგალითად აი ბოდიშით რომ დღეს სოციალურმა სივრცემ საერთოდ შეცვალა დამოკიდებულება მარკეტინგის მიერ და ვთქვათ ერთი სიტყვა რომელიც შეიძლება მე აქვს თქვა მთელ სოფლიოში რომ 5 წუთში გახდეს ცნობილი რომ მაგალითად რაღაც არ ვიცი რომ აი ტყემალაზე თქვა რომ ხვალ უნდა მოვიგოთ სოფლიოში და დაწევს მთელი სოფლიო ხო ამიტომ როცა ესეთი წვდომა და ვთქვათ ამ წუთას ვამბობ მე რომ ჩვენი პარტნიორები არიან რაჭული ლორის ეს კომპანია რაჭა ნეიტივი არის ეს წვენები მაისი ორგანული რასაც მე მხარს უჭერ რომ ჯამრთელი ზეთამზე პური აი ჯამრთელი ყველაფერი რომელიც ჩვენ შვილებსაც ურჩევ ჩვენ მორაგბეებსაც და ეხა ურჩევ რომ ვესჭამონ სიამაყით ვუკეთებ რეკლამას მე ამ კომპანიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ ასეთ ინტენსივებს რაგბი იქნება საქართველოში და ჩვენ საუბრობ და რას დღეს არის და პირობითად არ უნდა დაავიწყდეს ალბათ ხო რაღაც დიდი პაუზები არ უნდა 1 მილიონი ადამიანი საქართველოში რაგბი ვინც იცის და მიმდევარი ხო იმის 80%-მა რომ შეჭამოს ის პური თუ ეს ლორი ის წარმოებები ამას ვერასდროს ვერ გამოუშვებენ ამ სიტლორებს გაძლიერება დაჭირდებათ და ამითი თანაქეთ წარმოებას ვეხმარები თან ადამიანი ჯანმრთელდება თან რაკს ეხმარები და მე ყველას ვეუბნები და ღია ეთერში ვამბობ ყველა ბიზნესი მოგბრძანდით ყველაფერზე ვისაუბროთ თუ ვთქვათ რომელიმე კომპანიის რეკლამას. კი ბატონო, მოვბრძანდით დავაწერთ, ერთიანად შევხედოთ რა მოგებებს გაუზდის იმ კომპანიას და მე შემდეგ ვისაუბროთ იმ მოგებიდან რითი არის მზად, რომ გარკვეული წილი, რომ ჩვენმა სარგებელი მივეცით, მანაც მიცეს სარგებელი ეროვნულ ნაკრებს, რომელიმე კლუბს, ბავშვო რაგბს და ასე შემდეგ. და რომელიმე ბევრია ოქსფორდამდამთავრებული მარკეტოლოგები და ასე შემდეგ, ხო? საქართველოში. რომელიმე მითხრას, რომ დაუშვათ ქართული რაგბი არ ზრდის ღირებულებას. უკაცრავად, მე კარგად ვიცი, ვისი რა ღირებულება გაზრდა და ჯერ იმასაც ვიტყვი, რომ იმ ღირებულებას ქართული რაგბი არსებული სპონსორებითაც არ იღებს, რაც მას ეკუთვნის, მაგრამ ეს განვითარების ეტაპია, რაც გვაქვს ამ ეტაპზე და რასაც გვაქვს კარგია, მაგრამ იმ ხელა რესურსი, ვინც კი რაიმე ექსპერტია თუ რაიმე მარკეტინგში მითხრას, მაგალითად, რომელიმე სუპერმარკეტების ქსელს, რომელსაც დღეში აქვს, თქვა 10000 ლარი შემოსავალი, თუ გამოვა აქ მაგმოკა გორგოძე, გაჭარავა, ტყემალაძე კლუბები დავიწერთ, რომ აი წავიდეთ სუპერმარკეტ, რა ვიცი, პეტრეში. ელემენტად ჩვენ რო წავიდეთ 20% არის, 20% თქვა 300 მაღაზია რომ არის საქართველოს მასშტაბით, ელემენტარულად გადავითვალოთ რა. და ზათავარ, აქვე ვიძახი ქართულ კომპანიებს წარმოებლებს, მინდა რომ რაღაც ქართულმა რაგბმა და ამაზე ჩვენ შევჯერდით, რომ წაეხმაროს, მოვიდნენ. არ აქვს საშუალება, აქვს სურვილი? კი ბატონო. დავიწყოთ ეს თანამშრომლობა, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ მათი თქვა ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ჯანმრთელდება და დიდ მოგებებზე არიან და ვთქვათ, მეგობრობენ რაგბთან, ხომ კარგი, თუ არა, ხომ აშენდა ქართული წარმოება, მაშინ ვინც იმეგობრებს იმასთან გადავალთ და ყველანაირ ფორმატში ღია ვართ. რამოდენიმე გამომეხმაურა ძალიან საინტერესო საუბრებში, ძალიან საინტერესო ციფრებში ვართ, განსაკუთრებით საბავშვო ფესტივალების ნაწილში. და ესე წუნათ სალსახად ვერ ვიტყვი. ეს 2 წელი ჭირდებოდა, რომ კიდევ კარგად გაიგონ. ბოდიში კიდევ ერთხელ დავაბოლო. და ბიზნესმენებს მესიჯი, მატარებელი მიდის. ის მატარებელი, რომელიც ჩაჯდომის ბილეთი 1 ლარი და გუშინწი, უკაცრავად უკვე 5 ლარზე ვართ. მე იქნება 25 რა. და ვიღაცა იტყვის, რომ აი მინდოდა, მაგრამ ვაი არ ვქერი, დაკარგული შესაძლებლობა იქნება. და ასევე მე არ განვიშთი იმას, რომ თუ ამ წუთას სპონსორი არა, მე რაიმეს ვაკლებ. ვიღაცას და აი თქვათ არ დავთმე რაღაცა უბრია არა. პული საკმარისი გვაქვს, კიდევ ერთხელ საკმარისი მეტი გვაქვს, მეტი შრომა გვინდა, არ ვიძახი რომ მეტი მოთხოვნა არა, იქამდე უნდა განვითარდეთ. და მივიდეთ და ბიზნესმენები დროულად ჩაჯდებიან ამ ნავში ყველანი ერთად ვაპირებთ რომ გავფრინდეთ საფრანგეთში თამაშების წინ იყო დიდი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები კლუბის მფლობელები ქალაქის მერები და დიდი ღონისძიებები გაკეთეს მე სიამოვნებით გავაცნობდი ყველა ჩვენს წარმოებელი იქნება თუ სპონსორს მათ ბევრ საერთო ენის მონახვაში იმიტომ რომ ბიზნესიდან ვარ მე და მე არ გამეჭირდებოდა და აი ამიტომ კითხეთ რომ ბიზნესმენისთვის რამდენად საინტერესოა მაგალითად არ ვიცი ხა შეიძლება ცოტა ისეთ შედარება იყოს მაგრამ აი კომპანიამ რომელმაც დააფინანსა
საბავშვო ფესტივალის მოგზაურობა მონაკოში, Toyota მეფე დედოფალი ხელის ჩამორთმევა იქ გვერდში ყავდა თავის ისა ამ ფონთან შეხება გაიჩინეს. არ ვიცი ხვალე ან მიყიდიან თავის მანქანას ამ Toyota-სან ან მიყიდიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცნობადობაში ძალიან აიწია. იგივენაირად უამრავი ადამიანი, რომელიც არ გამოვა თავის სახლიდან თუ არა სარაგბო მატჩის ყურებისას, ეს სამეფო ოჯახები არიან თუ სხვა გავლენიანი მედია ჟურნალისტები არიან, საკონტაქტოდ არის სამყაროა მთლიანი და ღია ეს სამყარო, იმიტომ რომ ქართულმა რაგბმა, აი ბიზნეს კიდევ ერთი მესიჯი, ეს სიტყვები ვთქვი. ღვინის ეროვნული სააგენტოსთან ერთად ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომ ქართულმა ღვინომ როგორც უძველესმა კულტურამ და კულტურამ, რომელმაც უკვე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ის იქნა აღიარებული, რომ 8000 წლის წინადელად, ესე იგი მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი და ჯერჯერობით კიდევ ვართ, ვერავინ ვერ მოგვიგო. რომ რაგბს კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო და ბიზნესმენებს უთხრა რაგბმა გააჩინა დიდი ნდობის ხარისხი. იმიტომ რომ ის 1.1 მილიონი ადამიანი, ვინც დაავადებულია რაგბით კეთილად, იმ ადამიანმა ზუსტად გაიგო რა და ვინ არის ქართული რაგბი, რომ თამაშობს ხარისხიანს და რომ იმარჯვებს. და უკაცრავად, ამ ორში თუ მენდობი, მაშინ ჩემი ღვინოს დალი. ჩემი ყველით შეჭამი და ჩემი პურით შეჭამი და უკაცრავად და მობრძანდი აქ. ღია და ნახე. და ამისთვის არის რომ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან ვიწვევთ რომ ნახონ სამზარეულო იმ კითხვებზე პასუხი, მოედანი გვაქვს, არა გვაქვს, ბიზნესმენები ყავს, არა ყავს. და იმედი არ შემწხვება რომ ვთქვა რომ უიმე არ ყავს ბიზნესმენები, ახვალები ყველა ავათარიან, რომ რაღაცა უფრო ღირსეულად წავდგეთ ეს 6 ერის დელეგაციები იქნება თუ აგვისტოში ამ ჟურნალისტების რომ აქაც თავრობა დგას, თქო რაგბის სამყარო დგას, ხალხი დგას და უკაცრავად. ბიზნესმენები სად არიან? არ ჯერათ ჩვენი სად არიან? ხო და ბოდიში, ვისაც გჯერა გაგვატარეთ. გაგვატარეთ ბატონო. გადავიდეთ სხვა თემაზე, თქვენ ახსენეთ გადმოცემული სტადიონები. ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა კარგია, თვითონ ფაქტის კონსტატაციის თვალსაზრისით გაჩუქეს სტადიონები, მაგრამ მეორე მხრივ ამ სტადიონს ხო თავის ხარჯი მოყვება. თუ მანამდე ფონდი ქართუ ინახავდა ამ სტადიონებს, ახლა ხო რაგბის კავშირის შესანახი იქნება. აი მას როგორ მოევლება და უშუალოდ ეს ხო რაგბის კავშირის გადასახდელი იქნება შესაბამისად, აქეთ თანხა უნდა წავიდეს. ეს იაფი საქმეა. აბა შევატრიალოთ კითხვა. შევატრიალოთ. რომ მე გაჩუქე სახლი და 5-6 წელია დამლაგებლის პულსაც მევიხდი. მაგრამ შენ უკვე სამსახურში დადიხარ, შენი ხელფასი გაქვს და შეგიძლია დაალაგო და დაასუფთავო მაინც რა. მაგრამ არა მევიხდი. მაგრამ ბოდიში და პლუს შენ სახში რო შემოვდივარ, ცოტა იატაკი დაჭხაპნილი გაქვს. ჩვენ მოედნები არ იყო იმ კონდიციაში, რაც მას ეკუთვნოდა. აქედან შევხედოთ. მადლობა ბატონ ივანიშვილს, მის ოჯახს და ქართოს. იმისთვის რომ იმ კონდიციაში, როგორც არის და საუკეთესოში არა, რამოდენიმე მისახედია, მაგრამ ეს პროცესია, ბავშვები დარბიან, იცვითება, რომ გადასცა. ქართულობა აქვს აქ ხაზგაუსმე კიდევ ერთხელ მისურვილს, რომ ეს საბოლოოდ არ დარჩეს კავშირის საკუთრებაში, არამედ მივიდეს კლუბებამდე და კლუბებს მე უნდა დავეხმარო 3-4 წლის განმავლობაში მოაწესრიგონ სტრუქტურა, მოვლის კულტურა ვისწავლოთ, მეც ესე თუ მეთქვით, პირადად ბალახის მოვლის კულტურა არ ვიცი, ხეების და იმის, კარგად ვიცი, ბალახს თავის მოვლის წესი აქვს, ხელოვნურსაც ბუნებრივს. ძალიან დიდი ხელოვნებაა, მაგრამ მაგალითად კავშირი უზრუნველყოფს, რომ ჩამოვიყვანოთ თუ საჭირო იქნება ინგლისიდან 10 ექსპერტი, რომლებიც ასწავლიან, ჩვენებმა თუ ისწავლეს რაგბი თამაში და ბევრს განათლება აქვს საფრანგეთში და ბალახიც იგივეა და 15 სპეციალისტი თქვა 15 სარაგბო ბაზაზე თუ გვეყოლება ესეთი მაღალი დონის რეგიონში ხეებსაც დარგავენ მოუვლიან და თქვა კარგი სპეციალისტები გამით რაღაცა ქვეყანასაც დავეხმარებთ. მე ჩამოვიყვან იმ ექსპერტებს, ყავს კიდევაც, სოფლიო რაგბიც გვახმარს და ამ ყველაფერს დავძრათ. რაც შეეხება თანხებს, ამ ეტაპზე ამას ისევ სახელმწიფო კისრულობს. დამატებით ჩვენი შემოსავლებიდან, რომელზეც ვისაუბრე, გაზრდილია და უპრეცედენტო კონტრაქტი, რაც თქვა TBC-სთან მოეწერა იქნება თუ სხვა სპონსორებთან, ქართული სპორტისთვის, არა მარტო რაგბისთვის და კიდევ ველოდებით უფრო ხმაურიან ხელმოწერებს და იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში კიდე იხილავთ რამოდენიმე. ესე იგი ეს არ იქნება სერიოზული დარტყმა ფინანსებზე. არა, არც ეს შემთხვევაში მთავარი არის თავრობის დანადგომა, იცით ივანიშვილის პოზიცია, რომ გავაკეთე, წაიღე, მიხედე, ისევე როგორც თქვა ბლექსი არენა შემთხვევაში, რომ ამხელა საოცრება გაგვიშთა და ეხა ნახეთ აი რაღაც დიდი არტისტებით ამხელა შემოსავლები და ქვეყნისთვის რა აჟიოტაჟი მოყვა გუშინ წინ მეც ვადევნები თვალყურს ამ გაყიდვებს და 100,000 კაცი ალოდება კიდევ რო ბილეთი იყიდოს და ის რომ მოხდეს ამ არენაზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უნდა ვეცადოთ,
რომ ხარჯები შევამციროთ. ჩემი დავალება რაგბის კავშირს აქვს და რამოდენიმე ბაზაზე უკვე შესრულდა, ეს არის მზის სოლარ პანელები, რომ შევამციროთ ელექტროობის ხარჯი. ასევე დიდი ხარჯებია წყლის მომარაგებაში, იმიტომ რომ ბალახს მორწყვა უნდა და თქვა ჭაბურღილები სადაც შეიძლება გავაკეთოთ, რომ ფული არ ვიხადოთ. სხვა ნაწილებში მეტად კომერციალიზებული გავხადოთ, იმიტომ რომ მტკიცეთ ჯერა იმის, იმიტომ რომ თქვა ყველა კლუბში სადაც უცხოეთში ყოფილვარ, იქ არის კაფე, იქ არის მაღაზია, სოციალური სივრცეა, ზოგჯერ დისკოტეკები იმართება მოედნებზე, რომ რაღაცა ჯამთელ მუსიკას გულისხმობ. ამითიც შემოსავლები მივიღოთ. კავშირიდან გავუკეთეთ წინადადება, რომ კლუბები ჩაერთონ ბილეთების გაყიდვაში, ეს ევროპული ტრადიცია, კავშირსა და კლუბებს შორის. ესე თქვა ფინანსური ურთიერთობა, რომ ვაძლევ ბილეთს ვათლარად, ის თქვა ყიდის, მე თქვა უკან მაცარგებელს ვაძლევ კლუბებს, ჩემთვის სარგებელი რომ ხალხი მოვიდა, მათთვის შეიქმნას ეს გულშემატკივართა ჯგუფები და იგივე ჟურნალები, რომელსაც ისინიც გაყიდიან კავშირს და ერთობაში ვხედავთ იმას, რომ საკმარისზე მეტად უნდა ეყოთ. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, აქ პრობლემა მოედნებში კიდევ ის იყო, რომ ამ 15-მა ნათელმა ბაზამ გამოიწვია დიდი ბავშვების რაოდენობის მოდინება და ერთ მოედნაზე კვირაში 8 საათის მაგივრად დღეში 8 საათს თამაშობდნენ და მოისპო ყველაფერი. ამიტომ აი შემდეგი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რომელიც რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ და იქ უკვე ამ ბალანსში ხარჯების დაიწევს, იმიტომ რომ ჩვენ თლიანად ვსპობ, თქვა საფარი ღირს 1 მილიონი და იმის მაგივრად რომ მას აქვს 15-20 წლიანი რესურსი 60 წელიწადში უნდა გამოვცვალოთ, იმიტომ რომ კვირაში უნდა ითამაშო 8 საათი, მოდიან ბავშვები კლუბები, სად ვითამაშო ბიძია, იძულებული ვართ ესე. ამით ვამატებთ და მაშინ გასილებით დაიწევს ამის შენახვა. ასევე სასპონსორო ხელშეკრულებას ვამზადებთ, აქაც ღიად ვიტყვი, როგორც თქვა ბათუმს ქვია, არ მახსოვს კროკობედ არენა თუ რაღაცას უძახი ბათუმს. აჭარაბეთ არენა. აჭარაბეთი, მაგალითად რომ არ ვიცი, იყოს არ ვიცი, ბორჯომი არენა. ხო, რაღაცა არენა. კი ბატონო. ის მუდმივად ისე დარჩება და ამაში ვთქვათ ყორში იქნება ის თუ სადმე რომ თელმა ქალაქმა იცის რომ არის ბორჯომი არენა ან არ ვიცი სხვა რაღაცა მაისი არენა მწვენების თუ არ ვიცი მოკლედ ამაზეც ესის დამატებით შემოსავლეს მოგვიტანს ამითი კავშირიდან დავეხმარებ და არ მგონია რომ ამის შენახვა რაიმე სირთულე იყოს ძალიან სწრაფად გავალთ იმ ციფრებზე და თავარი სხვა რამე გაჩნდება რომ ჩვენ ამას ვისწავლით და ჩვენ რომ ამას ვისწავლით, მე სხვასაც ვასწავლით და ეს ქვეყანა უკვე დავარსკვლავად განლამაზებული იქნება და ამ პროცესში ვართ. კარგი ბატონო, იაპონია ვახსენეთ ზეღან. იაპონიას მისწეს ტიერ 1. თუ ხარ დაკვირვებული რა პროცესები უძღოდა იაპონიის იქით გადასვლას? ჩვენ თუ შეგვიძლია ამ გზას როგორმე გავყვეთ, გასაგებია რესურსებში ვერ შევედრებით და ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ აი პრინციპულად რა ნაბიჯები გადადგა იაპონია იმისთვის რომ აქამდე მისულიყო მოედანზე და მოედანს მიღმა და ჩვენ თუ შეგვიძლია რაღაცნაირად ეს ნაბიჯები გავიმეოროთ. კეთი, მართლა ძალიან კარგი კითხვაა, სწორად ფორმირებულია, მადლობა. იაპონია საკმაოდ თანმიმდევრული ვიტყოდით 15 წლიანი პროგრამა, 15 წლიან პროგრამას ასრულებს და წინ კიდე 10-15 წლიანი ხედვა აქვს, სადაც მიდიან. თქვენ იცით რომ მათ მოახდინეს ესე ვთქვათ, სრული კონცენტრაცია. თუ კი ვინმე საუკეთესო მწვრთნელები შეიძლება და ყოფილიყო, ვთქვათ, მილტონი საუკეთესოში არ მოუცენიო, მაგრამ ჩვენი წარმატება მოგვიტანა და გარკვეული დრო ნამდვილად სარგებლიანი იყო. და მილტონის იქ ჩავიდა მსოფლიო რაგბიდან ძალიან დიდი ექსპერტები კლუბებში სახელმწიფოებრივ დონეზე ისეთი ინვესტორები როგორც Toyota, Mitsubishi დიდები შეიყვანეს და დიდი შოუს კეთება დაიწყეს რომ შიგნითაც აეწიათ კონკურენცია ბავშვებშიც თქვათ ინტენსივობა ქონოდათ მაღალი და მაქსიმუმი ჩადოს სოფლიო რაგბიც ხარს უჭერდა, იმიტომ რომ იაპონია საინტერესო ბაზარია, საერთოდ იაპონები რასაც თამაშობენ, ის ყველაფერი სასწავლის ტოლფასია, იაპონიის ინტელექტი ერთი შვითან მოდის ჭყალებში სხვა ერებთან, მათ ეს ამბიცია აქვს და გარკვეულწილად მართლებიც არიან, დიდი შრომა ჩადეს. მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ის არეულობა რომ არ მოხდარიყო, რაც იყო და ჩვენ უფრო თანმიმდევრულები ყოფილიყავით, ჩვენ ახლა ტიერ 6-შიც ვიქნებოდით, ტიერის 6-ულშიც ვიქნებოდით. კარგია, ჩვენ გასახარის მეტი არაფერი არ გვეთქმის, ეს ნიშნავს, რომ ის ჭორები და ხმები რო თითქოს სოფლიო ჩაკეტილია და არავის არსად არ იღებენ, თუ შრომობ. დიდის მოთმინებით და ინტენსივობით და გარკვეულ შედეგებსაც დებ, შენაკ ხვდები. როგორც ჩვენი მომავალი კონკურენტი, ის არ იქნება ნამდვილად ადვილი კონკურენტი. არა, არავითარ შემთხვევაში. მაგრამ რომ გადავხედოთ, თქვათ, სხვა ჩვენ სპორტებში მათთან ბალანს, კარგად მოგების ვინჩოვლი ვართ.
ჩვენ გვესმის მათი მონდომება, სრულიად ხარს უჭერთ, გვერდში უდგევართ, მაგრამ კიდევ ერთხელ ის რომ არ ყოფილიყო, რაც იყო ჩვენც ესე ვიქნებოდით და ძალიან მალე ჩვენც ვიქნებით. ეხლა რაც შეეხება ტიერ-1-ს, ამას კიდევ სხვა პრობლემები აქვს. ტიერ-1 ქვეყანა უნდა ამბობდეს იმ მოთხოვნილების მოედნებს, უნდა ამბობდეს, თქვათ, გარკვეული ბილეთის ფასს, უნდა ამბობდეს გარკვეულ გამტარუნარიანობას ქვეყნისას, როგორც აეროპორტების გზების, ასე შემდეგ. უნდა ამბობდეს ფინანსურ მდგრადობას. შენ ვინ გაწევს ფულს? მთავრობა თუ შენ თვითონ შეგიძლია გენერირებად, რომ პირობითად ტიერ-1 ქვეყნები და 6 ერი სრულად კომერციულად გენერირებადია. და შენ თუ არ იცი ამის გენერირება, ჩვენ ახლა შევავსეთ და განაცხადი რომ შევიტანეთ challenge cup-ზე, იქ პირდაპირ წერია, რამდენს გენერირებს შენ შემოსავლებს, როგორია შენი შემოსავლების ხედვის გეგმა, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს შოუ ბოლოს თავს იყრის, სადაც მაგალითად 6 ერი თუ არ ვსწრები 32 მილიარდია ჯამური მათი ბრუნვა. ხებობთ, ხო? კი, ჯამში ხა რაგბი დიდია თავის სოფლიოთი, მესამე სპორტია სოფლიოში. არის ოლიმპიადა, არის ფეხბურთი. კი, არა 6 ერისის მეტსიმართლე და უფრო მეტი მეგონა, ის ფიქრობ პირდაპირ შემოსავლებია და მან დარჩენს თქვათ სხვა ნაწილები, იმიტომ რომ გაცილებით დიდი ინდუსტრიაა. ნუ ბოლოს თუ უყურეთ ახლა ინგლისი ირლანდიის ფინალები, ნუ სასწაული იყო გაფორმებიან შოუიან, მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ალბათ რაღაც სიმფონიურ ორკესტრებზეა ესეთი სიამოვნება, რაც იქ არის სრული ჰარმონიით ხალხისა და თქვათ მუსიკალური გაფორმების, ზეიმის, დილას მიდიან, ნუ სასწაული კულტურა. ამიტომ მგონია რომ უფრო მეტია ამ ინდუსტრიაში ახლა ეს ლუდი ისმევა თუ ეს და 3 ტრილიონია ახლა ეს პატარა ციფრი არ არის. სოფლიო რაგბი ყოველწლიურად თქვა მოგებით ცხოვრობს, რომ თელ ამ ქვეყნებს უნაწილებს, მისი ფუნქციაც ეს არის. და ამის გარდა ბევრი ქვეყნები, სამხრეთ აფრიკა მაგალითად შედგა როგორც ქვეყანა რაგბით, ხო? ეხლა უახლოეს მეხსიერებაში რაც ნელსონ მანდელა და ეს თელი პროექტი და ასე შემდეგ. მივესალმებით იაპონელებს, მაგრამ ჩვენი გეგმები გვაქვს და არანაკლებ ამბიციური და მალე ამას ვიხილავთ. ის ღირებულებები, რომელიც აქვს ქართულ რაგბს, რომელიც სოფლიო რაგბს აქვს, რომ ყველა ჭუბის მერე ერთმანეთს ეხუტებიან. ეს არის მშვიდობა. ეს არის შვიდობა. აი ხო ვეუბნებოდი რომ მაგალითად დათო კაჭარავა როდესაც იაპონიაში მამუკა გორგოძე ბოლო ეს გამოსამშვიდობებელი თამაშივით იყო და დიდი სურვილი ჰქონდათ რომ თქვა ორი თამაში მოიგოთ 3-ს და 4-ს და ნუ მოხდა ისე როგორც მოხდა. და გამოდიხარ ამ დროს დამარცხებული მოედნიდან შენი კარიერის ბოლო წუთებია. და შენს მოწინააღმდეგეს რომელიც გირტყავდა რომ შენი მიზენისთვის არ მოგეღწია რომ რაღაცა შენი გული მოგებხანა და ისტორია დაგეწერა და ეხუტები. ძალიან ძნელია რა. ემოციურად ძნელია, მაგრამ ეს თამაში ესეთია, სხვანაირად უბრალოდ ვერ თამაშობ. როდესაც ეგეთი თამაშია და როდესაც ამ თამაშის ამ წესს რომ მოედანზე რაც კი ხდება, ვამთავრებთ მოედანზევე, ვეხუტები და გარეთ ლუცობთ ერთად, ამას ქვია უკვე სოფლიოში მშვიდობა. ძალიან პრიმიტიულად აღწერ, მაგრამ თუ ჩვენს ცნობიერში არის ჭუბის მერე შერიგება, ყოველთვის უпроსები გვასწავლიდნენ რომ იჭუბე მორჩა შერიგდე. და რომ ესწავლებინათ არ შერიგდე კიდე გააგზელე და ესროლე ის არის უკვე ომი და არა მშვიდობა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას შეეხეთ რაგბის, რასაც ქვია, აი ეს პოზიტიური დამოკიდებულება, რომ რაღაცები მთავრდება მოედანზე, გულშემატკივარი პოზიტიური განწყობით მიდის სტადიონზე, იმიტომ რომ იქ უხარია და ზეიმობს რაგბის როგორც ასეთის არსებობას, ის აგრესიული არ არის, ის არის პოზიტიური და ბედნიერი. და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ. განსხვავებით საქართველოსგან ბევრად ნაკლებია აგრესია მსაჯების მიმართ. ეხლა ეს მსაჯი რატო გამახსენდა? იმიტომ რომ ნიკა ამაშუკელი გაირკვა რამდენიმე დღის წინ რომ სოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს. საქართველოში თუ წახვალ სტადიონზე და დააკვირდები, თამაშს კი არ შეხედა, დააკვირდები გულშემატკივარს. ყველა სტადიონზე უმრავლესობა მისულია, მათ შორის ჩემ თავშიც ვიჯერ ხოლმე ეგეთ რაღაცას და ნერვები მეშლება, რომ მსაჯი გამოიჭიროს შეცდომაში და აი ჯარიმა და გაგიჟდეს და აგინოს მერე და ფიქრობ ხომ იქნებ აი ნიკას მომენტი რაღაცნაირად გამოიყენოთ ცოტა პოზიტიურად შეცვლისკენ რომ მსაჯი არის მომსახურე რომელმაც უნდა უზრუნველყოს რომ თამაში გაიმართოს და ხალხმა სიამოვნება მიიღოს. აი ხალხის სიამოვნების მისაღებად მიდის და იქნებ ნიკა რაღაცნაირად ამ წარმატების და ამ ავტორიტეტის კაცი რაღაცნაირად გამოიყენოთ იმაში ეს თეორიულად ვამბობ. იმაში რომ ეს განწყობა შევცვალოთ. რაც შეეხება საჯობოს საკმაოდ ღრმა პრობლემები იყო მე რომ მოვედი. სიღრმე ამ პრობლემის იყო რომ ზუსტად აი ეს მიდგომა რაც ამბობ რომ საჯი ამის განუყოფელი ნაწილია. აბა მიდი უმისოთ ითამაში. დამთავრდა. ნუ არ ყოლდეს პოლიცია. ხო. რა მოხდება? დავხოცოთ ერთმანეთს. ნუ იგივე ამ საჯი. ეხლა
შეცდომა უკაცრავად სამჯერ მესაუბარში მომივიდა და სამჯერ შენ, ხო? შეცდომა ყველას მოგვდის. ეხლა მეორე საკითხი ამ შეცდომას როგორ ვაანალიზებთ, ეს მსაჯი როგორ შეიძლება რომ გამოუშვათ მოედანზე და ყველაფერი იცოდეს. სადღაც ხო უნდა ისწავლოს კეთ. და ეს სადღაც როგორ არის სამსაჯო კომიტეტი იღებს რომ ის პირველ ლიგაში ის უმაღლესი, მაგრამ იქ სხვადასხვა დატვირთვები, სხვადასხვა სტრესებია, სხვადასხვა მოთამაშეები, სხვადასხვა ხასიათებია. და აი ამ შეცდომის გამოსწორებაში ვარ. თუმცა უკაცრავად, მაგრამ სანამ ეს ჩვენი მორაგბეები, რომელიც ეჩხუბებოდნენ, ეჩხუბებიანს აღარ ვიტყვი და გაიგეს და მადლობა მათ ამისთვის. შევიდნენ 6-იერში. საჯები უკვე შევიდნენ. მაგაშია. უკაცრავად, ამაშუკელი უკვე შევიდა. მისი დისციპლინის სწორი ქცევი და ამაშუკელი რომ შევიდა, ყველა ერთად შევიდნენ. დევიდ მეკიუ, დავით ჩუბიტიძე, თევზაძე ამ შემდეგ ვინც არის? იმიტომ ერთად მუშაობენ ისინი ერთად. ეხლა ამაშუკელს მოყვება 1, 2, 3, 4. ესე იგი უკაცრავად ამ პირიქით ამათ კი არ ეჩხუბებენ, მე მგონი ეს უნდა ეჩხუბოს იმათ, რომ შესაბამისად არ იქცევიან, რომ ისინიც მალე მოხდნენ იქ ამას დისციპლინა და ის და ის. ნიკას მადლობა, რომ ამაში ემუშავება, ძირითადად ეროვნულ ნაკრებს, არ მგონია რომ რომელიმე წუთნელმა მიმართოს ნიკას რაიმე რჩევაზე, რომ აი თქვათ გუნდ ტრეინინგები ჩაუტაროს. არა, და ნიკამ უარი უთხრას, ნუ შევამდენი დროს აღარ ქონდეს ეხლა ის არის, მაგრამ თუ ესეთია და დიდი 10-ის კლუბების ან კლუბების სურვილი იქნება, მე ვთხოვ ნიკას ამისთვის დამატებით ფინანსებსაც გამოვყოფთ, რომ როგორც ნაკრებს ასწავლის, თქვათ, რომ წინასწარ როგორ აცდენ ჯარიმებს, როგორ მეტი დისციპლინა დაიცვან და ნაკრების წვრთნელთან, მთავარ წვრთნელთან ერთად მუშაობს, ისე წაიმუშაოს კლუბებთან და ამას კავშირი უზრუნველყოფს, რომ მეტი დისციპლინა. დღევანდელი შეკრების დღეს მე აღვნიშნებ საჯების მადლი ბიჭები რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ და შეიძლება რაღაცეებით, შეიძლება ბევრით, თუ ძალიან ბევრით უკმაყოფილოდნენ, ეს უკვე კავშირის პრობლემაა, ესე იგი მე ვარ ვარეგულირებ რაღაცას. აღარ შევატყვე დიდი უკმაყოფილება, ეს გაიგეს, დღეს ტაშის დაუკრეს, მადლობაც უთხრეს, ერთადაც კათხალუდი აიწია. ნუ მაგის პრევენცია რა არის? ამისთვის არის რაგბი TV, რომ გარდა იმ გადაღებებისა, რომელიც ჩვენ live stream-ად ვჭირდება, რომ მოსახლეობა მოყუროს, ვინც ვერ მოდის, თუ ასე შემდეგ, ბავშვებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა თუ ბებიებმა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ვიდეო მსაჯის სისტემამ გამართულად იმუშაოს და რაც შეიძლება მეტი კამერით გადავიღოთ, რომ ადამიანური ფაქტორი იქნას გამორიცხული, სადაც უკვე შემდეგ ორი ვიდეო მსაჯი აფასებს და ნუ აი იქ ალბათობა ძალიან დაბალია. რომც თქვათ ალბათობა გაიპაროს, შემდეგ არის მასალა, რომელზედაც თქვათ სამსაჯო გუნდი შრომობს, ზრუნავს. ეხლა ეს რო ჩვენ და რაც ხდებოდა სამსაჯოში არ ვიცი ხო ალბათ ისეთ უკან უნდა დავტოვოთ რომ მხოლოდ ის გავიხსენოთ რომ ეგეთი აღარ უნდა მოხდეს არასდროს თორე იმაზე მსჯელობაც არღის რაც ხდებოდა და თქვა ნიკას ირგვლივაც რაც იყო და მარტო ნიკაზე არ არის ზოგადად ეს დამოკიდებულება მსაჯის მიმართ ესე იგი წასვლა სტადიონზე იმისთვის კი არა რომ თამაში ნახო არამედ იმისთვის რომ თამაში იპოვო ხარვეზები და აი მაგას რაღაცნაირად მე ჩემი ერთ-ერთ მიზნად როგორ ჟურნალისტის მიმაჩნია რომ აი ამ მანკიერებასთან შეიძლება მოცემულობა არის ესეთი მე მიყვარს საქართველოს ნაკრები თამაშობს თქვათ აგებს თამაშს ვერცეთ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ მოწინააღმდეგე ძმაუძლიერი და ჩემი გურდი დაჩაგრა ვერ ვიტყვი რომ ჩემები ცუდი არიან ისე მიყვარს და დამნაშავე უნდა იყოს მსაჯი ამიტომ ეს ობიექტურობა აქედან გამოდის რომ სადღაცას ეს უარყოფითი ეს თქვათ ემოცია უნდა გააფრქვიო ნუ სამწუხაროდ იმ მიმართულებით მიდის ეხლა ის ფორმები რო აგინა და ნუ ეს უკვე არის რაღაც ზემოჭარბებული ემოციებში გადავარდნა, სადაც ის კი არ გიყვარს მოედანზე რაც ხდება. შენ გიყვარს მხოლოდ გამარჯვება და უკაცრავად მე იცით ვინ მიყვარს? ვინ? როდესაც მე მარცხდები და ჩემ გვერდშია. უკაცრავად ცხოვრებაში ვინ გიყვარს? როცა გიჭირდა რო გვერდში დაგიდგენ თუ მაგარ ფერარით რო დაკრობ და გვერდზე რო გეშლი და პირველი რო გაგიჭირდა. შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა, მაგრამ ალბათ ვინც მიჭირდა. როცა გიჭირდა იქნება თუ პირიქით, ხო? იმიტომ რომ გაჭირვება რა არის? აგებს გუნდი. უნდა ვაგინო? არა. თუ უნდა ტაში უკრეთ რომ ბიჭებო. მე ზოგადად არავის გინების მომხრე არა ვარ. რაღაც გიჭირს რაღაც არ ვიცი ხასიათზე ვერ ახარ რაღაც პრობლემას ვერ ლახავ. უნდა გაგინო? აბა ბიჭებო შენ გვერდშიო, აბა მოვედი და ეს უნდა უძახოთ ხალხმა. მეორედ წავაგეთ კიდე უფრო მეტი. მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ თუ ვერ ამოდის იქიდან. საზოგადოებებია საჭირო. რა თქმა უნდა. და ამ გზას ვეძებთ. თუ ვაგინებთ რა, სხვა შორის ძალიან გულსატკენი იყო. 2 წელი წინ ფეხბურთში ხდებოდა ეს დიდი ინტენსივობით. ეს პატარა ბიჭები 19-20 წლის სასწაულებს აკეთებდნენ, ერთ თამაში გასვლას დამარცხდნენ და
რაღაცნაირად მომიწია კომენტარების ნახვა და მე ველაპარაკე მე ლევანსაც რომ რაღაცა ერთიანად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ბიჭებმა რომელიც რა ვიცი ყველაფერი ჩადეს ამ თამაში შეიძლება წუთნელი შეცდომა იყო, შეიძლება მათი შეცდომა იყო განსჭა კი არ იყო რა ეკნათ. არამედ პირდაპირ. იგივე პრობლემა ქონდა ჩვენ ძრაგვში. მე რომ მოვედი, ფრერომ ვითამაშეთ პორტუგალიასთან ჩამოინგრა Facebook-ი, ნუ სიბილწითაც მათ შორის რა. და პასუხს წემ ამ სიბილწეს დღევანდელი თქვენი სტუდიით, უფრო გაშლი სტუდიით, უფრო საუბრებით, იმაში რომ თქვა ჩემი აი ამ ინტერვიუს შემდეგ იწერება კომენტარები, რომელსაც მე ვთხოვ ხოლმე რომ შეაჯამონ ჩვენს თანამშრომლებს, ამაზე უპასუხოთ. რაღაცას მე შეიძლება ვწდებოდი. მოკლათ ერთმანეთი. უკაცრავად, ერთია რომ შეიძლება ვწდებოდე, ვაცნობიერებდე და ამას ვაკეთებდე სპეციალურად, მეორეა რომ ვერ ვაცნობიერებდე, იმიტომ რომ არ ვიცოდე და მით უმეტეს ბევრი რამე არ ვიცი რაქვში. და თუ რამე ვისწავლე ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვისმენდი რომ გამეგო სხვისი აზრიც. ჩვენ ტურისტებზე მინდა დაგელაპარაკოთ სამხრეთ ამერიკაში რო იყვნენ წასულები. მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს კითხვა უფრო სამშობლო შტაბისკენაც მექნება, მაგრამ რადგანაც აქ ახართ, რა მიზნით წავიდა, რის წამოსაღებად წავიდა შავი ლომი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე და თქვენი ინფორმაციით იქიდან რამდენი წამოიღო? კეთილი. ესე იგი, წავედით იმიტომ რომ შარშანდელი წლით უკმაყოფილი ვიყავით თამაშის ორგანიზებით ხარისხი და ის რომ ჩვენი ნაბიჯი გამართლებული იყო, ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი წაგებული თამაშები, რითაც რთულია იმის თქმა რომ მოხარული ვართ, მაგრამ ესე იგი მივიღეთ ის წინააღმდეგობა რაც გვინდოდა. აქვე ვიტყოდი რომ ჯერჯერობით ეროვნული ნაკრების სამწუთნეულ ჯგუფს ეს თქვა რიპორტი არ დაუწერია მათი მოსაზრების თუ რატო როგორ მოხდა რა იყო და ასე შემდეგ მაგრამ ის ჩვენი საუბრებით სატელეფონოთი რომ ის რისი განხორციელებას უნდა და სხვა ცდები სხვა ნომრებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ ამასაც გვაჩვენებენ დინამიკაში რა მიაღწიეს თქვა რა დატვირთები მიცეს ისეთი სახელი გვარები იყო რომ ბევრმაც პირველად ნახეთ ფრანჩიზის შემადგენლობაში თუ მინდორზე და ესე იყო ამის ღირებულება ის რომ წაგება სასიამოვნო პროცესი არ არის ალბათ თვითონ უკეთესად იციან იმიტომ რომ ისე იყო გატრუნული რომ ბოლო თამაში ერთხმა ვეღარ მოიღეს რომ იქთან ტრაიკულად გამიტადა ხო არ იყო იქ მოგება წაგება პრინციპული იმ ხრივ რომ თქვა გულებზე არ იყო ეს ტურნირი მაგრამ ისეც ისევ წაგება მოგების პროცესი აქ უფრო ვიტყოდი რომ დავალებას და შეთანხმებას ნაკრების თავი წუთნელიდან ეროვნულ რაგბის კავშირთან იყო რომ მაქსიმალური ცდები ვაკეთოთ ჩვენა ქულების აკრეფა არ გვინდა ვეცადოთ რომ მაყურებელს გული არ დავწყვიტოთ რომ თქვა არ წავაგოთ ყველა თამაშიან თამაშები და რაც გამოვიდა ის გამოვიდა რას მოგცემს ვნახავთ სოფლიოზე ვნახავთ ტესტებზე რა თქმა უნდა მოგცემს და ის ცალსახაა იმიტომ რომ თითქმის 40 დღიანი შეკრება თან ცოტა რთული პირობა ოჯახებიდან შორს არიან ის და იძულებულად უნდა თუ არ უნდა უწევთ ის აკეთონ რაც უნდა რომ თავად აკეთონ და ვფიქრობ ცალსახად გამართლებული იქნება რაც თქვა წინა წლის პირობებში ჩვენ ვნახეთ თქვა იტალიასთან თამაში როგორი შედეგი ჰქონდა და უელსთან და არ ვიცი ვიმედოვნებ სოფლიოზე აი იმ სასწაულის მოხდენის თქვა ერთ-ერთი მამოძრავებელი ნამდვილად ფრანჩიზა უნდა იყოს. სოფლიოსკენ წავალთ, მანამდე სხვა სოფლიოზე თქვა 20 წლამდე სოფლიოსთვის ემზადება ჩვენი გუნდი, თუმცა აქვე ხომ არ ფიქრობთ ან ხო არ მუშაობთ იმაზე რომ 20 წლამდე ჩემპიონატი ისევ საქართველოში ჩატარდეს. კეთილი, რამოდენიმე მაგნაწილს შემოთავაზები გვაქვს. ეხო ჩვენ რა ისე არ ვილაპარაკოთ. უბრალოდ მე მოწესრიგება კავშირში დავიწყე ნაკრებიდან ქვევით. და სინამდვილეში ქვევიდან ზევით არის მოსაწესრიგება ეს საბაშვოდან ზევით 18-20-ების ძლიერი სტრუქტურა არის 3-4 წელიწადში ჩვენი ნაკრების საყრდენი ეს 3-4 წელი აქ არის აი აქ არის და ჩვენი ნაკრები დღეს იმ გუნდითაა დაკომპლექტებული რომელმაც ითამაშა ემალაძემ რომელმაც თქვათ ხვალ შეიძლება დიდი თამაში მოიგოს აი 3 წელიწადში რას იზამს ის უფრო ემალაძე იქნება ვიდრე თქვა ამ 2 წელიწადში რაღაცები რომ მოხდა, იმიტომ რომ მე პატივსცემ იმ ნამუშევარს ჩემამდე რაც იყო ჯანსაღად რა თქმა უნდა იმ ნაწილში და აქვე უფრო სხვა ნაწილებიც რო ჯანმრთელი ყოფილიყო ჩვენ იაპონიაზე ადრე ვიქნებოდით იქ სადაც უნდა ყოფილიყავით ჩვენ ორი შეხვედრა ქონდა 6-ერთან არა მარტო რომ თქვა სოფლიო რომ 6-ერი ჩატარდეს თუ არ ვცდები 2023-24 განაცხადი შევიტანეთ ჩვენთვის რაც თავარი იყო სიმართლე ვთქვა რომ თავის დროზე რომ ჩატარდა და საქართველოს აღიარება მიიღო რომ კარგად ჩატარდა ეს ტურნირი უკვე იყო უფრო ვცდილობ რომ 6-ერი იყოს და კიდევ სხვა ტურნირები 6-ერი 20 წლამდე აქვს 20 წლამდელები კი და სოფლიო მასშტაბის საბავშვო ფესტივალები ვატაროთ
რომ მეტი ყურადღება წავიღოთ, მეტი და მეტი, როცა ეხა პრინცესასთან იყო შეხვედრა, მაშინ უთხარი რომ ულიმიტოდ საქართველოს, ნუ შეეძლო ეს ფარგლებში მიიღებს საბავშვო ფესტივალებში, იმიტომ რომ ისე ვიძახი, მოვიგებთ რაღაც თამაშებს, მოვიგებთ სოფლიო ჩემპიონატებს, ყველაზე დიდს მოვიგებთ, როცა აი ამ ღირებულებებით, რაზეც ვისაუბრეთ, ის ბავშვები იქნებიან ქვეყანაში ეკონომიკურად გამართული, სულიერად, არ ვიცი, ინტელექტუალურად და აი ამ ყველაფრის ამ თაობას მივიღებთ. თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ მოვიგებთ და მერე კიდე მოვიგებ და აუცილებლად წააგებ მერე. და ყველაზე მეტად მოიგებ თუ იმ მოგებების მერე ბავშვები მეტი და მეტი იზრდებიან. გავიგე. და ბოლო კითხვა ტრადიციულად ეხება მსოფლიო ჩემპიონატს, თქვენ როგორც პრეზიდენტი რაგბის კავშირის, როგორც გულშემატკივარი, როგორც ადამიანი ამ საქმეში ჩახდული, რას ელოდებით ამ მსოფლიო ჩემპიონატისგან, როგორც გუნდისგან, ისე კავშირისგან, ისე გულშემატკივრისგან თუ იც იქნება. კეთილი, ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ. ენერგიების ხარჯვა აწიტე, რაც მოახლოვდება მსოფლიო უფრო აიწევს და აიწევს იმისთვის, რომ პირველ რიგში ყველანი მოხვდეთ მოედანზე. ეხლავე ყველას ვთხოვ, რომ თუ კი რამე შესაძლებლობა არ არის ის, რომ რაგბის კავშირს არ შეუძლია, რომ მსოფლიო რაგბისგან იყიდოს ბილეთები და ან თქვათ გადაყიდოს ვინმეზე, ან საჩუქრად დაურიგოს, ეს არ შეუძლია. თავისუფალ გამოსულ ბილეთებში, ვინც მოასწრო ყიდვა, მოასწრო, რაღაც პერიოდულობით კიდე ცოტა გამოდის. რაღაც ქვეყნებს ურიგებენ, საფრანგეთის კლუბებს ურიგებენ, იქნებ იმათგან უზრუნველყოთ, რომ აი 5-10,000 კაცი ვიყოთ თითოეულ თამაშზე, რატომ? რომ ბიჭები ამბობენ, რომ იმ კომპონენტში რო ვთქვათ, კარგად მომამზადოთ, შეკრება მსოფლიოს წინ ვაჭამოთ, ვავარჯიშოთ, რომ მათ თამაშის დროს სჭირდებათ ის ნაცნობი ხმა, რომელიც ვთქვათ, ჰქონდათ მუდმივად. მოედნებზე და ვთქვათ, იტალია იყოს თუ უელსი. იმიტომ რომ კარგი მაგალითი მოყავს დათუნაც ნინიაშვილს, რომ 20 წლის არის ალალად ლაპარაკობს, რომ უელსში როცა ვთამაშობთ, ქართული ხმა ჩაგვწვა იმ პრინციპულ მომენტში, იმიტომ რომ იქ შერკინება რო იყოს სულ დამოჯდა მთელი უელსი და ის ქართველების ხმა ვინც ვიყავით იქ, რა ვიცი 3-5,000 კაცი, კარგად ისმოდა და მე რომ მოვიგეთ ეს ხალხი დაიცალა და დავრჩით ვინც ვიყავით და აღმოჩნდა რომ აი იმ პატარებმა ზუსტი სცენარი იყო, აი ახლა პირველად ვამბობ თენეთერში გამაჟღალა რომ ის რამდენიც ვიყავით 5,000 იმ 70,000 იმაყურებლის წინაშე ზუსტად იგივე თანაფარდობა იყო ჩვენს ბიუჯეტსა და მორაგბეების შორის და ისე მოუგეთ და იმბავე პატარა თანაფარდობით რომ ამ მოედანზე ჩვენ ხმა გავაკონოთ ამ ზეებში ბიჭებს თამაშეს ეშლის წინ დღეებში ნახოს ჩვენი ანთებული სახეები რო აქავართ რა იმიტომ რომ ნუ გადიან საბრძოლველად რაღაცა ისტორიის ეს თქვა დასაწერა და ჩვენც იქვე ვიყოთ ესაც შეგვიძლია გავაკეთოთ გეგმავთ საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს რომ ასევე საშუალება მივცეთ ბევრ ჩვენ ახლობელს ჩვენი ბიჭები რომლებიც თამაშობენ საფრანგეთში თუ ჩვენი იმიგრანტები რომ ის ხალხი რომელმაც ქართულ რაგბს რაღაცნაირად გვერდში დაუდგენ უყურებენ გული შესტკივად უცხოელია ძალიან ბევრი დავუშვათ 200-250 კაცი უცხოელები რომლებიც არ ვიცი საქართველოს პარტნიორები არიან ესე ვიტყოდი აი ამ ყველაფერში ყველანი ერთად ჩავერთოთ კარგია სექტემბერ-ოქტომბერი საფრანგეთს რაჯობია ორკვირიანი ინტერვალებია თამაშებს შორის და ვცდილობთ რამოდენიმე კომპანიასთან ჩარტერულ ფრენები აეწყოს როგორც აი ხო თქვა კვარას თამაშებზე დადიან თქვა ისე წინ და უკან რომ ვატაროთ და ნუ იქ რაც მაქსიმუმია ვიმღეროთ ჰიმნი ლელო საქართველო კიდევ მუშაობთ რამოდენიმე ჩვენ სპონსორებთან ერთად თქვათ რამოდენიმე ღონისძიებებზე აქციებზე ის რომ არაქართველი გულშემატკივარიც რომელიც შეიძლება ნეიტრალური ჩავითრიოთ ზოგი რომელიც იქით არის ჭაჭით აქეთ გადმოვიწრიოთ და მეტი ინტენსივობა მივცეთ და მე პირადად აი ყველანი მნახავს რომ მე არ ვიშურებ იმას რომ თქვათ სარაგბო მაისურია ის თუ საქართველოს დროშა მოვიხვიოთ და ნუ რა ვიცი 10,000 კაცი დროშა მოხოვოთ რომ მივიდეთ მარტო ისეთი სცენა იქნება ნუ არ ვიცი 11-16 მოთამაშეს მოედანზე ნამდვილად გავაჩენთ და ეს არის რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მანამდე კიდე აგვისტოს ტესტები გვაქვს და აქ ყველამ ანალიზი გავაკეთოთ ეხლა რაც კი კომენტარები იწერება მაქსიმალურად ვცდილობთ იმის გაანალიზებას რომ იქნებ ვინმე რამე უფრო ჭკვიანური თქვას რამე ისე დაინახოს ლევან მაისაშვილი გახსნილია მე ვარ გახსნილი კავშირი გახსნილი ამაზე სასაუბროთ რომ აი რამე შეცდომას თუ ხედავთ არ ხედავთ და ნუ დაანჩენი უკვე წავალთ იმით რაც ამ ესე ვთქვათ მოცემულობაში შევძელით მაქსიმუმი და კიდევ ამბობ ყველამ ერთად შეგვიძლია კიდევ ერთი სასწაული დავწეროთ და კიდევ ერთხელ რომ მყარია რომ აი გუნდურობას დიდი გამარჯვებები მოაქვს და რაღაცნაირად ჩვენ ოცნებებს ახდენს ამიტომ ყველას მობილიზება მსოფლიოზე
ყველა თამაშზე მაქსიმალური დასწრება და პირველ რიგში ჩვენს მორაგბეებს, რომელიც უმცირე 10000 ვართ. თითო მეგობარს ხელი რომ მოკიდონ, უკვე 20000 ვართ. ყველა მოედან შევავსებ და ყველა ინტენსივობას. სოფლიოზე ვინც ვერ შეძლებს გამოვიტანთ ეკრანებს, ქალაქში იქნება, იქ შევგროვდეთ. ბიჭები ხო თამაშის წინ ტელეფონში რო იყურებიან, ყველაფერს ხედავენ. დღეს სამყაროა სოციალ და ღია. და როდესაც იტალიის თამაშის წინ თქვა 25-მდე ეკრანი რეგიონებში იყო თუ თბილისში დავდგით და ხალხს ვაყურებინეთ, აბა იმ ხალხს კითხეთ, როგორი კმაყოფილი იყო, რამდენად გაიზარდა ცნობადობა, რამდენად ბიჭები გზნობდნენ, რომ ისინიც უყურებდნენ და ძალიან ისეთი პასუხისმგებლობა. მინდა რომ აი ესეც თქვა უფრო ამოჭრათ და ეს მესიჯი გაიტანოთ, რომ მათ უკვე შეცვალეს საქართველოს ისტორია, შეცვალეს ისტორია როგორც დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, შეცვალეს ისტორია როგორც ეკონომიკური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და მათ ნამდვილად მოუტანეს ამ ქვეყანას ჩვენთან ერთად, ჩემთან ერთად, თქვენთან ერთად მოუტანეს ნამდვილად ძალიან ბევრი დოვლათი. პასუხისმგებლობა მათზე დიდია, კარგია რომ არის. კი. და ამ პასუხისმგებლობაში ის კი არ არის რომ ჩვენ ვთქვით თქვენ გაქვთ ეს პასუხისმგებლობა, არა, ჩვენ გვაქვს ყველას ერთად, თქვენ გაქვთ. ამიტომ გითხეთ რომ ყველა კუთხით მაყურებელს და ასე შემდეგ, ხო? და ერთიან პასუხისმგებლობაში უკაცრავად, ეხლა რომ ყველა წავიდეთ და მარტო იყო პასუხისმგებელი აქ რომ ეს გადაცემა გააკეთო, ხო? და დაგტოვოთ, არა, ყველა ერთნი ვართ, აღარ გვეშინია, ერთ კამერა უჭირავს, მეორეს ის, ეს, წავედით ბიჭებო, წავედით. ხო, ის პასუხისმგებლობა რომ ხო ერთად შევცვალოთ რაღაც ისტორია და ის ისტორიის ცვლილება, როგორც რაღაც ჩვენ გენეტიკას დიდ ქვეყნებს ეტყვის, რომ ამ პატარა ერს აქვს რაღაც დიდი ისტორია. ჩვენი გენი გვაქვს, რომელიც ძალიან ძლიერია და ეს რაღაცა დავაფასებინოთ, მოვავლევინოთ იმისთვის, რომ არ ვიცი, მე მუშაობ იმაზე, რომ თავარი მესიჯი გამოვიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ რაგბი მშვიდობისთვის. მადლობა ვრცელი საუბრისთვის, რაღაცები რა თქმა უნდა დარჩა კიდე, იმაზეც ვისაუბრებთ. შემდეგი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ, უკვე ახალი ინფორმაცია დაგვიგროვდება. თქვენ კი მადლობას გიხდით, ჩვენი სტუმარი შეგახსენებთ, რომ დღეს ჯენტლმენების თამაში ითამაშა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, პატრონმა სოსო ტყემალაძემ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.